მოგესალმებით, ეს არის რუბრიკა გააკეთე შენით. მე სალომე გეგეშიძე ვარ. დღეს ნიკო კილოძესთან ერთად შევეცდებით ამ საბურავისგან მოხერხებული პუფი გავაკეთოთ. ნიკო, მოგესალმები და გითხარი რა არის საჭირო იმისთვის, რომ დღეს გავაკეთოთ პუფი. მოგესალმებით. ჩვენ ამ ყველაფრისთვის დაგვჭირდება ძველი საბურავი, კანაფის ბაწარი, ორკომპონენტიანი წებო და წებო შეიძლება შეიცვალოს ცხელი სილიკონით. ნიკო, რითი ვიწყებთ პუფის გაკეთებას? როგორც ხვდები, ეს საფები უნდა გამოვიყენოთ ჯერ. პირველ რიგში ჩვენ დაგვჭირდება ბაწარი, რომელიც წინასწარ მოვამზადეთ და დავჭერით ბორბლის დიამეტრზე ცოტა დიდი, რომ გადაწყვეტეს დაახლოებით ასე ამ ზომით. და ისინი უნდა დავაწებოთ ბადისებურად, ესე ვთქვათ, და დავიწყოთ მე მგონი. ხო, ამისთვის დაგვჭირდება წებო, ეს არის ერთი კომპონენტი, შემდგომ დამეხმარო ამ წებოსი. ჩვენ ამ პრინციპით დავფარავთ მთელ ბორბალს. ნიკო, მოდი თან ავუხსნათ მაყურებელს, რას ნიშნავს ეს ორკომპონენტიანი წებო? ეს ორკომპონენტიანი წებო ნიშნავს, რომ ეს პირველი კომპონენტი, რაც ზეგან მივასხი, ესა თავარი ძირითადი წებო. ეს პულვერიზატორი არის გამშრობი ამ წებოსი, რომელიც დაახლოებით 3 წამში აშრობს წებოს. ძალიან კომფორტული და მოსახერხებელია. იცადეთ, არ მიესხოთ ხელზე მაქსიმალურად. ეხლა გადავდივართ საპირისპირო მხარეს და იქედან ვიწყებთ იგივე პრინციპით. აქ გამოვატაროთ ერთის გამოტოვებით, რომ უფრო ლამაზი. ანუ ბადის პრინციპით ვაკეთებთ. უფრო ლამაზი გამოვიდეს და ჭიდრო. ესე ჩვენ დავასრულებთ პირველი ფაზა და ეხლა ანუ ბადისებურად გადავაკარით ჯერ. რაც საკმაოდ გამძლეა და ეხლა უნდა დავიწყოთ ირგვლივ უნდა შემოვაყოლოთ ესეთი მსხვილი იგივე კანაფის ტოპი, რაც გახდეს უფრო ლამაზ ამ ყველაფერს. იგივე პრინციპით ჩავყვებით ქვემოთ. შენ დახმარება დამჭირდება კიდე სამია.
ნიკო, მე მგონი უკვე მივდივართ ბოლოსკენ, ხო? ეს ბოლო ერთი ხაზიც დარჩა. და რაც თავარია ბოლო მხარე. უნდა იყოს ყველაზე მჭიდროდ დამაგრებული, რო არ დაიშალა. აი როგორ უნდა ჩავამაგროთ ეგეც? მორჩით პუფის გაკეთებას და ვფიქრობ ძალიან ლამაზი გამოგვივიდა რა სიტყვი ნიკო. მე მგონი, რა ვიცი, ყველა ინტერიერს დაამშვიდებს ესეთი ხელნაკეთი პუფი. ეს ხო რუბრიკა გააკეთე შენით, მე გემშვიდობებით.